რუსეთში მყოფ ელჩებს დაუგზავნეს მისი აღწერება, როგორ შეხვდა ის თურმე ერეკლე მეფეს მარტოს ერთ კაცს, მხოლოდ ერთი კაცი ყოლია მეჯინიბე თუ რაღაცა ითომა ამ ერეკლეს და იმაში ფასანაურის ეკლესიაში და სასო წარკვეთილი ერეკლე შველას ითხოვს ნეტარ ვინ დაეხმარება მას. ამ დროს კლასიკური სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით სტრანეც ომი საფერებმა წააგეს. ის იგივე ცნობილი ლეგენდარული 300 არკველი რომ შეუვარდნენ და აწევდეს მაშინ გადაწყვიტა აღამა ხათხანმა რომ უნდა დაეტოვებინა საქართველოს. ეს სამხედრო თვალსაზრისით ხო, მე მოbrunდნენ ესე. მე დავიდნენ არა, მოდით დავიბატო. როდესაც დაიკავეს. როდის დავიდნენ? როცა გადაწყვეს თბილისში, ხო? ეს არა სამწერეს თბილისში. გადაწყვეს, მაგრამ ფურაჟი ვერ იშოვეს თბილისის გარშემო ვერსად. უყურო და მე მესმის თქვენ რასაც ისინი მიზანი რა იყო მისი რომ ეს ტრაქტატზე უარი ეცა ერეკლეს ახოთ მისწელი ერთშაური მაინც მომეწიო ერეკლეს ომსწერდა სტრატეგიული მიზანი აი დაჩოქებისა ვერ შეძლეს ეს უბრალოდ რუსული პროპაგანდა იყო მაგრამ ამის ბრძოლას ქონდა უმძიმესი შედეგი თვითონ ფსიქოლოგიური ქართულ მოსახლეობას და საქართველოს და თვითონ ერეკლესაც ამის შემდეგ თუ არ ჩავთვლით მიახურასთან გამართულ ბრძოლას, სადაც რუსკათოლების ჯარმა ლეკები დაამარცხეს მოგვიანებით, ამის შემდეგ ფაქტიურად ჩვენ აღარ გვიომეთ. მე გიორგი ბატონიშვილის უფროსად ერეკლეს შვილის გიორგი მეფის განცხადება გახსოვთ, რომ 200 ლეკი რომ მოადგა თბილისს და პანიკა აკომა ქალაქში. აი მაშინაც სასო წარკვეთაში ჩავარდეთ, ხო ახლა არ ვიცი რაღაც გამოკითხვა ყოფილა თორცლები NDI-ს რომ აი განწყობა მოსახლეობაში არის ძალიან პესიმისტური. სამწუხაროა ესა. გუშინ თქვენ სტუდიაში ვიყავი აქ პარიზში მონაწილეობდი და დღეს გამეორებით ვნახე და იქ SMS-ი იყო ასეთი საინტერესო, არ ვიცი ახ მომხრე იყო თუ მოწინააღმდეგე ჩემი არ ვიცი, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ლევან სამიგდიშვილი ასე უიმედოდ და უაზროდ რატომ ხარო რა. ჩემო ძირფასო ბატონო თუ ქალბატონო, რომელმაც ეს მოიწერეთ, არანაირად არც უაზროდ არა, მთელი ცხოვრება უაზრობის მეშინოდა და ყოველთვის ვცდილობ, რომ აზრი მივაყოლო ჩემ ქმედებას და გამონათქვამს. რაც შეეხება უიმედობას, არც უიმედოდ არა. უბრალოდ განწყობა ახლა შეიძლება ყოველთვის საღლუმო არ ქონდეს და ყოველთვის სახელმწიფოს არ ვიყოთ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მე საკმაოდ ისეთი მგონი ვარ, რომ გულშემატკივრული კაცი, ჩემ მეგობრებს რომ მკითხოთ, საკმაოდ ხიარული კაცი ვარ და იუმორთანაც კარგად ვარ, მაგრამ არა ვარ უიმედოდ, ჩემო ძირფასებო, არ არის ეს ქვეყანა უიმედო ქვეყანა, მე ახალი წელი რომ მოდის, ამასთან ალბათ წელს აღარ მომიწევს მე თქვენ სტუდიაში გამოსვლა, უბრალოდ მინდა გითხრათ რა, რომ ნუ გვეშინიათ ჩვენ. ეს ქვეყანა მარადიული ქვეყანაა, ამ ქვეყანას უარესისთვის გაუძლია, უარესი შეცდომები დაშვებულა, უარესი დანაშაული ჩადენილა. უბრალოდ წლები მიდის თორე საქართველოს წაქცევა ახლა ასე ადვილი არ არის რა. ის თურქობას გაუძლო და 8 ჯერ ილაშქრა თემურლენგმა, მაგრამ ამდენი უკვე უნდა მოახერხოთ 21 საუკუნეს თავის პლუსებიც აქვს, ახლა გლობალიზაცია ბევრისთვის ცუდია, ბევრისთვის კარგი, ასე მარტივად არ არის ინდური ფილმებით რა, რომ თეთრი და შავია. გლობალიზაციას ხიფათებიც ახლავს, მაგრამ პლუსებიც აქვს, მაგალითად ის, რომ კომუნიკაციები უფრო ადვილია, დაკავშირება უფრო ადვილია, ჭორი აღარ მუშაობს, ახლა ჭორის გადამოწმება ძალიან მარტივია რა. ინფორმაცია არის ბოლოს და ბოლოს. თუ ჭკვიანად მოვიქცევით, უფრო უსაფრთხოდ შეიძლება ვიცხოვროთ, უფრო ნორმალური სახელმწიფო ავაშენოთ. არ შეიძლება ემოციებზე ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება, ხო? დროა ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ ჩვენ, აი ტალანტი ხალხი ვართ ჩვენ ახლა. გუშინ წინ იყო ჩეოსტარი როგადის ძალიან საინტერესო პროექტია, სხვათა შორის შინის კონცერტი იყო რა. შინთან ერთად იმღერეს ჩვენმა კონკურსანტებმა აი ნაციონალები დავრჩინენ. როგორი მაღალი ხელოვნება გვაქვს, ხო 3 მილიონი კაცი ვართ ახლა, 30 მილიონიანი, 40 მილიონიანი ერები არიან და არ აყავთ შენი რა. ასეთ პროფესიონალები არ აყავთ, ხო? ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ცოტა ოდნავ მაინც ჭკუა ხანდახან გვჭირდება. ბევრ ჭკუა და ნიჭიერს იგივე გონია, სხვადასხვა აბსოლუტურად. ადამიანი შეიძლება იყოს ნიჭიერი, მაგრამ სულელი. ან შეიძლება იყოს საკმაოდ გონება შეზღუდული, უნიჭო, მაგრამ ჭკვიანი იყოს.
კარგი კომბინაცია არის ორივე როცა აქვს ახასიათებს, ხო? ნიჭიც და ჭკუაც. აი საუკეთესო მაგალითია ერებიდან რო ავიღოთ, ხო? სამაგალითო ჩვენთვის არის ებრაელი ხალხი. ჩვენთვის ძალიან ახლობელი, ძალიან საინტერესო ხანგრძლივი ურთიერთობის და ბოლოს და ბოლოს ასეთი ურთიერთობები ქონდა ჩვენ, ხო? ებრაელობასთან დღესაც აგვაქვს და იმედი მაქვს, რომ ხვალეთ ძალიან მჭიდრო გვექნება. ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ მათგან ჩვენ. ძალიან საინტერესო ქვეყანა შექმნეს, იმიტომ რომ ტალანტი, ესე იგი, ნიჭი და ჭკუა, აი კომბინირებული აქვს ამ ხალხთან, მათ გაცილებით უარეს პირობებში, გაცილებით შეზღუდულ, ვთქვათ, გარემოში და სივრცეში, ისე ბოლოს და ბოლოს არის 24,000 კვადრატული კილომეტრი, ახერხე ცოტა მეტია რა ტერიტორიით, აქედან 60% ნეგევში უდაბნო არის, ხო? ახლა წარმოუდგენელია ეს ჩვენთვის. აი არსებობს კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები რო ნახოთ ეგვიპტე, ისრაელი საზღვარი რო ნახოთ, ხო? აი სინაის კუნძული, ნახევარკუნძულზე ხო გადის ისრაელის მხარეს არის მწვანე, ეგვიპტის მხარეს არის ყვითელი რა. ანუ გამწვანე კოსმოსიდან ჩანს უკვე ებრაელი ხალხის ხელი ეთყობა თავიანთ ქვეყანას, ხო? და საქართველოს არის მწვანე ქვეყანა კოსმოსიდან რო ნახავთ, მაგრამ არ ვფრინდებით ჩვენ, ასე არ შეიძლება ასე ზერელეობა, ხო? ამას ვამბობ მე, რომ გამოსავალი როგორ არა გვაქვს. 60 წელიწადში ჩვენ ვერ ვიცნობთ ჩვენ ქვეყანას, ისეთ პერსპექტიული ქვეყანა არის ჩვენ. რეგულარულად, მადლობა გითხრათ, მაპატიეთ, მაყურებელი შემოვიყვანეთ და გავცეთ პასუხი. ერთ-ერთი ხარ გისმენდია? ალო. გამარჯობათ. ბატონო დათო მოგესალმებით, ბატონო ბუბა მოგესალმებით, შვილო. მე თქვენი მუდმივი მაყურებელი ვარ, თქვენი ტელევიზიის ძალიან მიხარია, რომ მე თქვენ ტელევიზიას უყურებ, შვილო. დიდი მადლობა ბუბა, წუხელი თქვენ დებატებში, ვისმინე თავიდან ბოლომდე თქვენი დებატები და თქვენი გადაცემა. და ღმერთმა შვილო, თქვენარი ვაჟკაცი მთელ საქართველოს გაეზარდო შვილო, მე რო გიცნობთ თქვენ და თქვენს ოჯახს, ნეტა ისე ყველა გიცნობთ და ნეტა ჩანხედათ ყველა თქვენ ვინ ხართ და რა ხართ შვილო. ეხლა რა მინდა ბუბა, შვილო, ჩვენ სოხუმიდან დევნილები ვართ და აი რო გამოდიან ტელევიზორში, ბაქრაძე გამოდიოდა დღეს და საუბრობს, რომ ჩვენ ამდენი დახმარება გადმივეცით გორიდან დევნილებს, ამდენი დახმარება გადავეცით იმას, ჩვენ ნუ თუ სოხუმიდან დევნილები არაფრის ღირსი არა ვართ, ჩვენ მიშა სააკაშვილი გვპირდებოდა მომავალ წელს სოხუმში იქნებითო, მომავალ წელს კი არა და სხვა ტერიტორიების საკარგა და დაგვტოვა ყველა. აი ასე საწოდავად დევნილები, რომ ჩვენთან გადი ჩვენ არა გვაქვს საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ გზანში, რადიო ქარხანა ორიონში, ვის ვახსოვართ ჩვენ, ნუ თუ ერთი შვილო ბუბა გადაეცით, რომ მოგვაქციონ ყურადღება სოხუმიდან დევნილებს, ყველა დავდგებით, სულ ყველა სოხუმიდან დევნილები თქვენს გვერდზე, სულ ყველანი. დიდი მადლობა შვილო შეგაწყვინეთ და მადლობა. მრავალი ახალი წლებს დაგასწროთ შვილო ღმერთმა და დამდეგს გილოცავთ. გაიხარეთ, კარგად გზანდებოდეთ ბატონო დათო და შვილო ბუბა, გაიხარეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ბატონობას მაპატიეთ რეკლამა ჩვენს ეთერში. თუ კი გაქვთ ანუ პრინციპში ჩინეთის რევოლუციური ელჩი შეხვდა, აშკარად რაღაც გავლენა გაქვს და გისმენენ და ეგება მართლაც და მიაქციოთ ამ გაბეჭდებულ ხალხს სოხუმიდან. Gazi main çavurto sağ halka taşısı main mesela. Reklam şirketi vissavro tam temelde batune bu reklama açmışlar. ბაბალი გუბასანი კიდე გახვალ ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვცდილობთ დავისწინოთ იგეჭერჭევალზე სიერიაში რაც იყო სრიული ანალიზი და დღეს პირველი ესე ვთქვათ ანალიზის ფორუმის წარმომადგენლები მოვიწვიეთ და მინდა გითხრათ და გიანონსოთ ბარეგლამ რომ მეორე ბლოკს საინფორმაციო შემდგომ ჩვენი სტუმარი იქნება ცნობილი რუსი პოლიტიკური მომხილველი, რუსეთის ტელეკომპანია რუსის მიმოხილველი პალატის წევრი ნიკოლაი სვანიძე, კარლოვიჩი და საინტერესო ადამიანია, ხოჭის მე ვფიქრობ მათ საინტერესოა და კეთილი ჟესტი იყო მისი მხრიდან რომ პატრიარქის ინკრონიზაციაზე ჩამოვიდა, არა მარტო იგი სხვა შორის და ვფიქრობ რომ